სწორედ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილია დღეს იმედი ლაივის სტუმარი, ახლა მას ვიწვევთ სტუდიაში და მთავარი პოლიტიკური თემებისგან ვისაუბროთ ეს ახალ ცხელ საკითხებზე, მათ შორის გადაწყვეტილებებზე პირობითი განათლების რეფორმასთან დაკავშირებით. თაღამო მშვიდობისა. მოგესალმებით, მადლობა რომ ჩვენი სტუმარი ხართ. ძალიან ხმაურიანი რეაქციები მოჰყვა გადაწყვეტილებას უნივერსიტეტების კვოტებთან დაკავშირებით. ალბათ მოისმინეთ ეს განცხადებები, სადაც საუბარია, რომ ხელისუფლება განათლების სისტემას მიზანმიმართულად ანგრევს და ეს კვოტები არის სპეციალურად იმისთვის, რომ ცალკეული უნივერსიტეტები მოგუდონ. რა თქვენი პასუხი? მოგესალმებით, საღამოშიდოს მიესალმები ჩვენს ტელემაყურებელს. ხმაურზე რა გითხრათ? მიხეილ სააკაშვილის განცხადება ვნახეთ, რომ საუბრობდა მის მიერ შექმნილ უნივერსიტეტზე. და რატომღაც როგორც ჩანს მთელს განათლების რეფორმაში მას და მის მიმდევრებს მხოლოდ ეს ერთი საკითხი აინტერესებთ. ჩვენ ვნახეთ ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის განცხადება, TSEO-ს რეაქცია, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი ყველა აცნობიერებს მნიშვნელობას უპირველეს ყოვლისა ამ რეფორმისა. ყველა აცნობიერებს, რომ ის პრაქტიკა, რაც იყო აბსოლუტურად მანკიერი და დღეს განათლების მინისტრმა ისაუბრა, რომ 4-ჯერ მეტი იყო პროფესიების, სხვადასხვა პროფესიების მიხედვით კურსდამთავრებულთა რაოდენობა, ვიდრე ამ პროფესიებზე არის მოთხოვნა. ის ეგრეთ წოდებული დიპლომების განათლება, რომელიც საქართველოში დამკვიდრებული იყო, მისი მანკიერი მხარე არის არამხოლოდ ის, რომ ადამიანი იღებს განათლებას გარკვეული მიმართულებით, მაგალითად იურისტი, ეკონომისტი, ასე შემდეგ და შემდეგ ვერ შოულობს, ასე ვთქვათ, ან ვერ საკუთარი პროფესიით სამსახურს, არამედ ეს ეხება ასევე ადამიანების ბედს. გამოდის, რომ ადამიანი 5 წელი ან სხვადასხვა მიმართულებით, სხვადასხვა რაოდენობით სწავლობს, რაღაც პროფესიას იძენს და ეს ყველაფერი ფუჭია. ვერ რეალიზდება მის პროფესიაში. ეს გავლენას ახდენს ადამიანის განვითარებაზე, მის ემოციურ მდგომარეობაზე, როდესაც თვითრეალიზების შესაძლებლობა არ ეძლევა და ყველაფერი იმის გამო, რომ სახელმწიფო უნივერსიტეტების შემთხვევაში სახელმწიფომ ისეთი აღქმა შეუქმნა, რომ ამა თუ იმ პროფესიას დაიუფლება და ავტომატურად იგულისხმება, როდესაც გაქვს უმაღლესი განათლება, რომ შეიძლება ამ მიმართულებით შენი თავის რეალიზაცია მოახდინო. არადასწორად ამ კვლევამ კიდევ ერთხელ აჩვენა, ისაც სინამდვილეში ყველამ ვიცოდით. ხა ამ თემაზე არაერთხელ თქმულა, რომ არის გარკვეული პროფესიები, რომელიც ეგრეთ წოდებული პრესტიჟულ პროფესიებად ითვლება თითქოს, ადამიანები ესწრაფვიან განათლებას და შემდეგ არის იმედგაცრუება, რომელიც ეს არ არის მხოლოდ ის უნივერსიტეტის დამთავრებიდან 1 წელი იმედგაცრუება, რომ იმ პროფესიით ვერ რეალიზდა. ეს არის მთელი ცხოვრება, ადამიანს მიყვება, რომ რაღაც პროფესია აერჩია, შეიძლება არა იმიტომ, რომ ეს იყო მისი მაინც და მაინც მოწოდება, არამედ სწორედ იმიტომ, რომ კვიდრდება გარკვეული სტერეოტიპები რაც პრესტიჟულ პროფესიებთან დაკავშირებით და თვითრეალიზებას ვერ ახდენს. ჩვენ ვიღებთ ფაქტობრივად უბედურ ადამიანებს, რომლებიც ვერ რეალიზდებიან საკუთარი პროფესიის მიხედვით და შემდეგ უნდა ეძიონ სხვადასხვა მიმართულებით თვითრეალიზაციის შესაძლებლობები. ამიტომ ეს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება არის ნაწილი დიდი რეფორმისა, რომელიც ერთხელ და სამუდაოდ დიპლომების სისტემას, ასე ვთქვათ, დიპლომების განათლებას გადაიყვანს ცოდნის განათლების სისტემაზე, როდესაც იქნება შინაარსზე და განათლებაზე დაფუძნებული მთლიანად ეს პროცესი. გასაგებია, ამ საკითხს ჩვენ არაერთი დისკუსია გვექნება კიდევ და დეტალებში ჩვენ საზოგადოებას მივაწვდით ამის თაობაზე ინფორმაციას. მანამდე კიდევ ერთი გადაწყვეტილება, რომელიც დღეს გახდა ცნობილი, უკვე ავტომობილების იმპორტთან დაკავშირებით, აი 6 წელზე ძველი ავტომობილის იმპორტი უკვე აღარ დაიშვება ჩვენს ქვეყანაში. ამ საკითხსაც მოყვა კრიტიკა და მათ შორის იყო ბრალდებები იმასთან დაკავშირებით, რომ უხეშად ერევა სახელმწიფო ადამიანების ცხოვრებაში, რომ გააძვირებს ეს ზოგადად აი ბაზარს და ასე შემდეგ. აი თქვენ როგორ ახსნიდით ამ გადაწყვეტილებას, რამ განაპირობა? არაფერი არის იმაზე ძვირფასი, ვიდრე ადამიანების ჯანმრთელობა, რომელზეც პირდაპირ აისახება მათ შორის გარემოს მდგომარეობა და მათ შორის გარემოს მდგომარეობაზე პირდაპირ აისახება ავტომობილების რაოდენობა, ხარისხი, მათი ასე ვთქვათ ცვეთა, გამონაბოლქვი და ასე შემდეგ, რაც
მე მგონი ის რომ ეს გამოწვევა და პრობლემა არის თუ კი განსაკუთრებით დედაქალაქის მოსახლეობა თუ კი ვინმე ვერ ხვდება ამას, როდესაც ქუჩაში დადის, საკმარისია შემაღლებულ ადგილზე შედგეს და გადმოხედოს თბილისს და ყველა მიხვდება, სად არის პრობლემა. მათ შორის არის პრობლემა, რა თქმა უნდა, ძველ მანქანებში, რომლებსაც თავისი ამორტიზაციის ვადა აქვს გასული, არის სხვა დროს, სხვა ხარისხით წარმოებული. ამ მხრივ მნიშვნელოვანი არის სწორედ ამგვარი რეგულაციების შემოღება. ერთი დაზუსტება აქვს მთავარი, რაც შეეხება კომერციულ ნაწილს, რეექსპორტს ეს არ ეხება. ჩვენ რა თქმა უნდა ამ შემთხვევაში ჩვენ მოსახლეობაზე ზრუნავთ და ეხება მანქანებს, რომელიც უნდა დარჩეს საქართველოში, რაც შეეხება რეექსპორტს, ეს შეზღუდვები რეექსპორტს არ შეეხება, მაგრამ კიდევ ერთხელ საქმე ეხება ადამიანების ჯანმრთელობას. და უპირველეს ყოვლისა ეხება ბავშვების ჯანმრთელობას, იმიტომ თუ კი ავიღებთ ჩვენ ჰაერის დაბინძურების მაჩვენებლებს, განსაკუთრებით ნახავთ ჩვენ შრეებად როგორ არის განაწილებული ასე ვთქვათ, ზედაპირიდან ნახავთ, რომ დაახლოებით ზედაპირიდან მეტრის სიმაღლე არის, სადაც ილექება, ასე ვთქვათ, ყველა ეს გამონაბოლქვი, იქ სადაც ჩვენი ბავშვები, პატარები მოძრაობენ და სუთქავენ შემდეგ ამ გამონაბოლქვებს. ასე რომ ეს არის ნაწილი, ეს ხო არ არის ამოგდებული, ასე ვთქვათ, ერთ-ერთი გადაწყვეტილება, ეს არის ნაწილი კომპლექსური რეფორმისა, რომელიც გარემოს გაუმჯობესების მხრივ და სუფთა ჰაერის მხრივ მიმდინარეობს, რომლის ნაწილი არის საზოგადოებრივი ტრანსპორტის ასე ვთქვათ გაძლიერება იმ მხრივ, რომ იყოს ბევრი მარშრუტი, იყოს ხელმისაწვდომი ყველა წერტილში დედაქალაქს შეეხება ეს განსაკუთრებით. ამის ნაწილია მათ შორის პლასმასის ამოღება ეტაპობრივად მოხმარებიდან, ყველა ეს ნაწილი ეხება გარემოს ერთის მხრივ და მეორეს მხრივ უპირველეს ყოვლისა ჯანმრთელობას ჩვენს. თუმცა დღეს მაინც დაისვა ამ თემასთან დაკავშირებით კითხვა, რა თქმა უნდა, ჯანმრთელობა არის მთავარი არგუმენტი, რაზეც თქვენ საუბრობდით ახლა, მაგრამ რამდენ ადამიანს აქვს იმის შესაძლებლობა, რომ 6 წელზე ნაკლები ვადის მანქანა იყიდოს, აი ეს კითხვა ისმოდა ძირითადად. უპირველეს ყოვლისა ჩვენ ეს გვესმოდა მაშინაც, როდესაც მარჯვენა საჭიანი მანქანების კაცრი რეგულაცია მოხდა, იცით რომ გადასახადები აიწია და ამით ჩვენ ნახეთ რომ პრინციპში მარჯვენა საჭიანი მანქანები არ შემოდის, რაც თავის დროზე იმდენად ხელმისაწვდომი იყო, ასე თუ შევხედავთ, რომ მკვეთრის და მოხდა ავტომობილების რაოდენობისა საქართველოში და მათ შორის უსაფრთხოების მხრივ რა პრობლემებსაც წარმოადგენდა, ესეც ვნახეთ. მაშინაც იყო თავდაპირველად გარკვეული რეაქციები, მაგრამ მე მგონი საზოგადოებამ ძალიან სწორად გაიგო ყველაფერი, ყველა ადაპტირდა იმ მოცემულობასთან, რომელიც არის და ყველა კმაყოფილია უპირველეს ყოვლისა, რომ ორიენტირი არის არა იმაზე, რომ იყოს ოღონდ ასე ვთქვათ ავტომობილები შემოვიდეს და მნიშვნელობა არ აქვს ჩვენი საზოგადოების ჯანმრთელობას, უსაფრთხოებას, არამედ პრიორიტეტების მიხედვით უნდა განისაზღვროს. რაც შეეხება ხელმისაწვდომობას, მე მგონი არ ვიცი ხა აქ რამდენად მნიშვნელოვანი არის ასე ვთქვათ ესე დაყენება, როდესაც კიდევ ერთხელ საქმე ეხება საზოგადოების ჯანმრთელობას, უსაფრთხოებას ჩვენი საზოგადოების. ვითარება ბრიუსელის მიმართულებით და მკაცრი კრიტიკა ევროკავშირის ბიუროკრატების მხრიდან არის უცვლელი. ხელისუფლების ძალისხმევა, რომ შეზღუდოს დაფინანსება ის შავი ფული, რომელიც შემოედინება სხვადასხვა რეგულაციების მეშვეობით, არის ძალიან მწვავე კრიტიკის საფუძველი და არაერთი გადაწყვეტილება, მაგალითად, უკვე დიპლომატიურ პასპორტებთან დაკავშირებით კიდევ უფრო გამკაცრებული რეგულაცია შევიდა ძალაში. რა ეტაპზე ვართ ახლა აი ამ ასე ვთქვათ დაპირისპირების ამ ძალისხმევის გამჭვირვალობის მიმართულებით? მოდით ამ საკითხზე დავიწყოთ საუბარი და სქემები, რომლებიც გადალაგდა და რომლებიც მუშაობს როგორც ამბობენ. უბრალოდ ყოველსა ჩვენ ღიად გახსნილად და გადაჭერად უნდა ვისაუბროთ თუ რასთან გვაქვს საქმე. ყველას შევახსენებ, რომ დიპლომატიური პასპორტებისთვის, სამსახურებრივი პასპორტებისთვის უვიზო მიმოსვლა ბრიუსელმა დააწესა 2010 წელს. აი გაქანებული დიქტატურა როცა იყო საქართველოში. სტრასბურგის სასამართლოს მიერ დადასტურებული წამების სისტემები იყო შექმნილი სასჯელ ახსულების დაწესებულებებში. როდესაც იყო რეპრესიები ყველა მიმართულებით. აი ამ დროს ბრიუსელმა მიხეილ სააკაშვილს და მის პოლიტიკურ თანამებრძოლებს, ანუ ხელისუფლებას მისცა უვიზო რეჟიმი 2010 წელს. ამის შემდეგ 7 წელი ბრიუსელმა კიდე გვაწუწუნა ქართველი ხალხი. სანამ ქართულ ხალხს უვიზო რეჟიმი დაუწესდებოდა 2017 წელს უკვე ქართული ოცნების პირობებში. ამიტომ პირველი დასკვნა, არანაირი კავშირი უვიზო მიმოსვლას რაიმე ღირებულებებთან არ აქვს და დავივიწყოთ. ბრიუსელის ღირებულებითი კრიზისი უკვე არა მხოლოდ ჩვენ
ამას ამხელს ამერიკის შეერთებული შტატების ადმინისტრაცია. ასე რომ ეს ფარისეულური არგუმენტები, რომ თითქოს რაღაც დემოკრატიულ პროცესებს აკვირდებიან და ამის გამო იღებენ გადაწყვეტებას, არის ტყუილი. არავინ არ დაიჯეროს, რომ ბრიუსელი ასე ფიქრობს, ასე ფუთავენ. მხოლოდ თორემ კიდევ ერთხელ წამების რეჟიმს მისცეს რეჟიმის პოლიტიკურ ელიტას მისცეს უბიზომი მოსვლა და ქართველი ხალხი ვინც ვიყავით მსხვერპლი მაშინ ამ დიქტატორულ რეჟიმისა 7 წელი გვაწუწუნა ბრიუსელმა სადამ უბიზო რეჟიმს არ მოგცემდა. ეს ერთი. მეორე, აბა რა ხდება მაშინ ისთვის ხდება ამ გადაწყვეტილების მიღება. ეს არის ჩვეულებრივი იარაღი, რომელსაც ცდილობს ზეწოლა მოახდინოს საქართველოს ხელისუფლებაზე და ზეწოლის მიზანი არის ერთადერთი, რომ ჩვენ გაგვაჩუქოს. იმიტომ სინამდვილეში ჩვენ პატარა ქვეყანა ვართ, ჩვენ არ ვართ ბირთვული სახელმწიფო, ჩვენ არ გვაქვს ეკონომიკური ზეწოლის ბერკეტები სხვა დიდ ქვეყნებზე თუ სხვა ქვეყნებზე, ჩვენი მთავარი იარაღი არის ჩვენი სიტყვა. და ეს არის უპირველეს ყოვლისა ჩვენი მართალი სიტყვა. ჩვენი მთავარი იარაღი არის მართალი სიტყვა და ამ მართალი სიტყვის ეშინია ბრიუსელს. ეშინია იმიტომ, რომ ჩვენი სიტყვა აღმოჩნდა, რომ არის როგორც წინასწარი გაფრთხილების სისტემა. რასაც ჩვენ ვამბობთ, აღმოჩნდება ხოლმე შემდეგ გავაკვირები, თვეები, წლები და აღმოჩნდება, რომ ეს არის სიმართლე და სხვები იმეორებენ. თქვით თუ არა ჩვენ, რომ უცხოური დაფინანსება, USAID-ები და ევროპული ფონდები გამოიყენება პოლიტიკურ ცხოვრებაში ჩარევისთვის. თქვით ვიყავით ამის გამო თავდასხმის ობიექტი, ვიყავით. აღიარებს, აგერ დღეს ბრიტანეთმაც კი აღიარებს ყველაფერი. თავად ამერიკის შეერთებულ შტატებმა თვითონ არ გააუქმა ისინი, რომელზეც მანამდე ეფოფრებოდა წინა ადმინისტრაცია, რატომ ესმით თავსო. საუბრობდით ჩვენ deep state-ზე, საუბრობდით. დღეს ყველა საუბრობს ამ ჭრილოვან მართლობაზე, რომელიც სინამდვილეში თოჯინებივით მართავს სხვადასხვა მმართველებს, ყველა საუბრობს. საუბრობდით ჩვენ თუ არა რომ მშვიდობა მნიშვნელოვანი არის იმ ომის ისტორიასთან შედარებით, რასაც ჩვენ თავარი ეს ყალბი პათეტიკა, რომელიც ჩვენ გვესმოდა ევროპელების მხრიდან უკრაინის მხარდაჭერის გამო და ერთი ჯარისკაცი რო არ გაუგზავნიათ უკრაინაში საომრად და ჩვენი წინა ფრონტია რო ვამბობდით. დღეს ხო ბევრი ამბობს ამას. ამიტომ ამის ეშინია. ბრიუსელის სინამდვილეში უნდა ჩვენი გაჩუმება, ჩვენი სიტყვის გაჩუმება. ბრიუსელის პოზიცია ამ თემაზე არის აბსოლუტურად საპირისპირო. ისინი ამტკიცებენ, რომ ყველა ამ მიღებული კანონით და ყველა ამ ნაბიჯით საქართველოს, რომელიც არის კანდიდატი ქვეყანა, დგამს არა წინ, არამედ უკან ნაბიჯებს და შორდება ევროპულ დემოკრატიას. ეს არის მათი მთავარი გზავნილები. და ამის ჯერა მოსახლეობის რაღაც ნაწილს. ამ შემთხვევაში რა გაანეიტრალებს ამ პროცესს, ან რა გამოაჩენს სიმართლეს მხოლოდ დრო? ჩეხება ევროპულ დემოკრატიას ბრიუსელის გაგებით. დღეს იცი საქართველოში ხორვატიის პრეზიდენტი იმყოფება ვიზიტით, დღეს მქონდა მეც მასთან შეხვედრა. აი მას კითხეთ, რა არის დემოკრატია ბრიუსელის გაგებით და ნახეთ თქვენს დღეს ბრიფინგზე, ძალიან გულწრფელი ადამიანია და ძალიან გულწრფელად უპასუხებს ყველას ამასთან დაკავშირებით. კიდევ ერთხელ, ის ნაცარი, რომელსაც ჩვენ თვალში გვაყრის დღევანდელი ბრიუსელი, ეს ნაცარი ქართულ ხალხმა უკვე დიდი ხანია თვალებიდან მოიწმინდა და ძალიან ცხადად ხედავს იმ სურათს, რაც დღეს ბრიუსელში არის, იმ ღირებულებით კრიზისს, იმ კორუფციულ საქმეებს, რომელიც დღეგამოშვებით ირკვევა ხოლმე ბრიუსელში რა ხდება, იმ მათ შორის ადამიანურ უბსკრულებს, რომელსაც ჩვენ ხედავთ ეპშტაინის სკანდალთან, სხვადასხვა ევროპელი დიპლომატის თუ ოფიციალური პირის კავშირის გამომჟღავნების მხრივ ამ ყველაფერს ვხედავთ. და სწორედ ამიტომ სინამდვილეში ეს არის მიზანი ამ ყველა ინსტრუმენტების ამოქმედებისა, რომ გაგვაჩუმონ ვინაიდან ერთადერთი რისაც ეშინიათ ჩვენგან, იმიტომ ჩვენ ასე ვთქვი იარაღის და ეკონომიკური ბერკეტების და ტარიფებით და სანქციებით ახლა ვერ დავაშინებთ ვერავის, ერთადერთი რისაც ეშინიათ და რასაც აღიქვამენ ჩვენ თავარ იარაღად, ეს არის ჩვენი მართალი სიტყვა. და ეს სწორიც არის, იმიტომ სიტყვა ისტორიულად ყოველთვის თავისთავად მართალ სიტყვას თავისთავად ყოველთვის გაქონდა და ტყუილად არ ეშინოდათ სიტყვის მათ ვისაც არ აქვს კეთილი განზრახვები. ამიტომ კიდევ ერთხელ ეს ჩვენ ფაქტობრივად ეს უნდა მივიღოთ როგორც აღიარება ჩვენი სიტყვის სიძლიერისა და სწორედ ამ სიტყვაში უნდა გავძლიერდეთ და ვისაუბროთ ის რაც არის. იმიტომ რომ კიდევ ერთხელ არ არსებობს საკითხი, რომელიც ჩვენ ვთქვით
და რომელიც არ დადასტურდა შემდეგ რომ იყოს იმართი. პრაქტიკაში რა მოცემულობა გვაქვს? აი დღეს ძალიან საინტერესო და გახსნილად ისაუბრა ლორა ტონტონმა ჰელსინკის კომისიის ბრიფინგზე, რომ ძალიან რთული არისო, რისკებთან არის დაკავშირებული ორგანიზაციების დაფინანსება, მაგრამ ეს გზებიო მაინც გამოინახო, პირდაპირ დაასახელა ორგანიზაციები და მაინც ვაწვდით ფულს ამ ორგანიზაციებს იმისთვის, რომ ის ინტერესები, რაც მათ აქვთ, განახორციელონ. აი ჩვენ შემთხვევაში რა რეალობა არის დღეს? მუშაობს თუ არა ეს რეგულაციები, რამდენად ეფექტიანად მუშაობს, რომელიც უკვე არის მიღებული და აი რისკები სად რჩება? ჩვენ მას შემდეგ რაც მარტა კოსისგან, ევროკომისიისგან მოვისმინეთ ჩვენ რომ ისინი ეძებენ გზებს, როგორ აუარონ გვერდი ქართულ კანონმდებლობას, ქართულ ხალხს და ისე მიაწოდონ ფული მათ მიერ დაქირავებულ ორგანიზაციებს, მოვისმინეთ ახლა უკვე მეორე აღიარება ქალბატონი ლორა თორთონისგან, რომელიც პირდაპირ თქვა, რომ კი არსებობს ეს შავი სქემები, რომელიც ამას წინას ვნახეთ ჩვენ ესტონეთში დარეგისტრირებული ყალბი ორგანიზაციები და ასე შემდეგ, ანუ აწყობილია როგორც ჩანს გარკვეული შავი სქემები, რომლითაც ხდება დაფინანსება და როგორც ჩანს კი არა ეს სინამდვილეში ძალიან კარგად ჩანს როგორც ხდება ეს ყველაფერი და ამიტომაც არის მათ შორის დღეს ევროკავშირის ელჩის მხრიდან მოვისმინეთ განცხადება, ამიტომაც წუხან რომ იკეტება ყველა ეს ხვრელი და ჩვენ ვთქვით რომ ჩვენი ამოცანა და მიზანი არის რომ ქართველი ხალხის ნების გარეშე საქართველოს პოლიტიკაში ფული არ დაიხარჯოს. დღეს სხვათა შორის 4 ბრიტანელმა პოლიტიკოსმა იგივე გაიმეორა, ოღონდ საქართველოს რა თქმა უნდა ეს არ თქვა, თავის თავზე თქვეს, ჩვენთან პირიქით სხვანაირად ხარჯავენ ხოლმე ფულს. ჩვენი მიზანი არის ქართველი ხალხის ნების გარეშე ქართულ პოლიტიკაში უცხოური ფული არ დაიხარჯოს. წერტილი. მივიღეთ ამაზე კანონი და ვთქვით რომ დავინახავთ რომ ვინმე შეეცდება რომ შემოვლითი გზები ჩვენს კანონებს გვერდი აუაროს, ხვრელები მოძებნოს და გამოიყენოს, ამოვქოლავთ ყველა ხვრელს, ვინაიდან ეს ქვეყანა ეკუთვნის ამ ქვეყნის მოქალაქეებს. არავინ ეკითხება ფრანგ მოქალაქეს, ბრიტანელ მოქალაქეს, გერმანელ მოქალაქეს, ერთის ელჩს, მეორეს დესპანს, მეხუთეს მდივანს, არავინ ეკითხება არაფერს ქართულ შიდა პოლიტიკაში. ეს ჩვენი ქვეყანაა. ამიტომ გვინდა ჩვენ დამოუკიდებელი სახელმწიფო. იმიტომ კი არ გვინდა რომ ლიტველი პარლამენტის წევრი ჩამოვიდეს აქ და იმის ჭკუაზე ვიაროთ. ჩვენი გვინდა, სხვისი არაფრის არავინ არ გვინდა, მაგრამ არ ჩვენსას ერთ მისხალ ჩვენ სუვერენიტეტსაც არ დაუთმობთ ესტონეთის პარლამენტის კომიტეტის დიუნს. თქვენ ამ განზრახვას სულ სხვანაირად თარგმნია თქვენი ოპონენტები, ისინი ამბობენ, რომ სინამდვილეში ხელისუფლებას უბრალოდ არ უნდა განსხვავებული აზრი მოისმინოს. რეალურად კრიტიკის გაქრობა არის ამოცანა, იმიტომ რომ ეს ორგანიზაციები აკრიტიკებენ ქართულ ოცნებას და მათ შორის საუბარია იმაზე, რომ ეს ამოქალაქო საზოგადოება, არასამთავრობო სექტორი, ამაზე დგას დემოკრატია. ასე უხსნიან ეს ადამიანები საზოგადოებას იმ მოცემულობას. ჩვენ არ გვინდა უცხოური აზრი მოვისმინოთ შიდა პოლიტიკაში. ჩვენ გვაინტერესებს შიდა აზრები და არა უცხოური აზრები. და როდესაც და სწორედ ამას ემსახურება. კიდევ ერთი რამეიდერს ეს ხალხი ხომ რადიკალური ოპოზიცია ხო საუბრობს ისინი არიან უმრავლესობა. მათ მხარეს არის ბიზნესი, მათ მხარეს არის ხალხი, აგერ ფული შევაგროთ. რატო ვერ ფინანსდებიან ეს არასამთავრობო ორგანიზაციები ეგრეთ წოდებული ადგილობრივი წყაროებიდან? რატო არავის არ აქვს სურვილი მათ ფული მისცეს? რატომ არ აქვთ ხომ პარტიებს ხომ აქვთ დაფინანსება? აგერ საუბრობენ ხან ამდენი მილიონი დახარჯეს, ხან იმდენი მილიონი ვის რომელი ტელევიზია აქვს, ვის რა აქვს. ამას ხო საუბრობთ. რატომ არც ერთ ქართველ ადამიანს არ აქვს სურვილი რომ ფული მისცეს ეკა გიგაურს? რატომ? იმიტომ რომ იმ ქართველმა იცის ძალიან კარგად რომ ფულს აძლევს უცხო ინტერესების გამტარებელს. ასე რომ შეხვედრა ქონდა გერმანიის ელჩთან და მართლაც არ დააკონკრეტა, მაგრამ დაახლოებით შეიძლება წარმოვიდგინოთ, რომ როგორც წინა შეხვედრების დროს გავრცელდა ეს ინფორმაცია, იქ სწორედ დაფინანსების გზებზე იყო საუბარი, როგორ შეიძლება საელჩო მიაწოდოს სხვადასხვა პროექტებისთვის თანხები. ანუ ეს გზაც არსებობს, როგორც ჩანს საელჩოების მეშვეობით. ხო, არ ვიცი შინაარსი რა იყო, მაგრამ ძალიან კარგად ეტყობოდა მას ეს შინაარსი, როდესაც მან რუსული ტელევიზია და ჟურნალისტს პირდაპირ ზიზღი, ანუ გამოვიდა უცხო ელჩისთან შეხვედრიდან და გამოვიდა და ზიზღს აფრქვევდა, სიძულვილს აფრქვევდა. ეს არის რომ ანუ როგორც ჩანს იმუხტებიან უცხოელებთან კომუნიკაციით, იმუხტებიან ზიზღით, ძალად სიძულვილით და შემდეგ გამოდიან და ამ ევროპულ სიძულვილს აფრქვევენ ქართულ ქუჩებში. რა თქმა უნდა ეს საძაგლობა, როდესაც თქვენ ჟურნალისტს მიმართა ასე დამამცირებლად, დამაკნინებლად
რუსული ტელევიზია უწოდა. წარმოგიდგენიათ თქვენ რომ ქართველმა პოლიტიკოსებმა ასეთ ის გამოიჩინოს აი ევროკავშირის პროპაგანდისტული მედია რომ არის მისი დაფინანსებული პუბლიკები და ნეტგაზეტები და ასე შემდეგ პრიზებს რო გადასცემენ. ხო წარმოგიდგენიათ მე ჩართავენ ხოლმე რა ქვია სხვადასხვა ინსტრუმენტებს რომ აბა რა ხდება რატომ იყო ჟურნალისტის მიმართ ასეთი მოპყრობა. მაგრამ თავად არ აქვს არანაირი ბარიერი ზღვარი არ არსებობს. აბსოლუტურად ბარიერ დაკარგული სიძულვილი რომელიც პირდაპირ ასე ვთქვათ ჩართული აქვს იმისთვის რომ დანერგონ ეს სიძულვის ატმოსფერო საქართველოს. სიძულვის ნაწილი გასაგებია, მაგრამ ახლა რა სქემა მუშავდება? აი შევიდა ცვლილებები, უпростоრად ცვლილებები მზადდება იმისთვის, რომ გარეთანხების შემოდინება კვლავ ჩაიკეტოს პოლიტიკური მიზნებისთვის, ხო? თუ აქვს ხელისუფლებას რამე ინფორმაცია, რა ალტერნატიულ სქემებს ამზადებენ ხელისუფლების ოპონენტები? მარტივია კიდევ ერთხელ მე ამის წინათ თქვი ხა ის რომ საქართველოს პატარა ქვეყანა და ყველას იცნობს ეს უყვართ ხოლმე უცხოელებს ელჩებსაც ამის თქმა მაგრამ მე მგონი ვერაცნობიერებ რომ მართლა ყველას იცნობს არაფერი არ იმალება ამ ქვეყანაში ძალიან კარგად ვიცით ამას არ ჭირდება არც სპეცსამსახური და არაფერი განსაკუთრებული ყველა მიცის რა სქემების დალაგებას დაიწყეს კერძოდ ნაცვლად იმისა რომ რომელი ორგანიზაციისთვის მიეცათ გრანტი დაიწყეს ამ ორგანიზაციის თანამშრომლების პირდაპირ ხელშეკრულებების დადება ეხლა ვის ატყუებენ აი მართლა გაგეცინება ადამიანს რომ გუშინ წინ ჩამოსული ვიღაც უცხოელი ჩვენ ქვეყანაში არის და ფიქრობს რომ მოგვატყუებს ეხლა აი იქ ხო ქართველები მუშაობენ მათთან ერთად რა გონიათ ეხლა ყველა ქართველი მაჭკუაზე დგას და მათი დირექტივებით არის ის იქ არ არიან პატრიოტი ქართველები ხა არ გამოდის ეს რაც არის და უბრალოდ რამხელა მართლაც კრიმინალური ენერგია უნდა იყოს დონორი ორგანიზაცია რო ქვია და ღირებულებებს რო ქადაგებს შენს წესდებებში, რამხელა კრიმინალური ენერგია არის. რომ გახარ ფიქრობ რომ კანონი არის, აჰა უნდა ვკითხო ეხლა ქვეყანაში ვარ სტუმარი, უნდა ვკითხო მე აქაურ ხალხს რა დავხარ და მოდი ეხლა მოვიფიქრო მე რაღაც გზები როგორ აუარო გვერდში და მე ჩვენ ვინმე გვეუბნება რომ ევროპულ სანქციებს შემთხვევით გვერდს ხომ არ უვლითო. ამას გთხოვენ სხვათა შორის დადასტურდა კიდე რაცაც მე ვამბობდი. არანაირი ვალდებულება ჩვენ არ გვაქვს დავიცვათ ევროკავშირის სანქციები. ამას ჩვენ ვაკეთებ ჩვენი კეთილი ნებით უკრაინელი ხალხის პატივსაცემად. თორე არც ზელენსკის პატივსაცემად, არც ფონ დერ ლაიენის პატივსაცემად არ ვაკეთებთ ამას. ერთადერთი რატომაც ვაკეთებთ, ეს არის უკრაინელი ხალხი, რომელიც მართლა იტანჯება აი პათეტიკის შემყურე, რომელიც მას ესმის ევროპელებისგან ჯიხსრო ის მათ შორის ყულების ნავთობ ტერმინალთან დაკავშირებით და აბსურდია, რა თქმა უნდა აბსურდია არის და დღეს რა თქმა უნდა საგარეო საქმეთა სამინისტრო საკმაოდ კაცრადაც ისაუბრა ამაზე რომ ჩვენ რა თქმა უნდა ასე ხელაღებით ბრალდებებს ვერ მივიღებთ და რა თქმა უნდა ეს ყველაფერი გაირკვევა და დადასტურდება. ამიტომ კიდე ერთხელ და გერმანიის საელჩო ახან ახსენეთ ნახე მე გერმანიის ელჩის ინტერვიუ რომელიც კვლავ რაღაცა ჩვეული რა გითხრათ ეხა რაღაც გონორით საუბრობს საქართველოზე, ქართულ ხალხზე, საქართველოს ხელისუფლებაზე. არ ვიცი ამ ადამიანს საიდან ესეთი განწყობა, რატომ ფიქრობს რომ ასე შეიძლება რომ ცხვირაწეული გვესაუბროს. და მათ შორის საუბრობს იმაზე რომ რაღაც ვერ გაუგია გერმანულად მოსაუბრე ხელისუფლების წარმომადგენლები რატო არ ელაპარაკებიან. იმდენი გვაქვს ნალაპარაკები ქართულადაც, ინგლისურადაც და ბოლოს გერმანულადაც იმდენი გვაქვს ნალაპარაკები, მაგრამ შედეგს ვერ მივახცეთ ბევრი რამის გამო. მე პირადად არაერთი გამოხმაურება მქონდა, როდესაც ექსტრემისტებს გვერდში იყენებს, როდესაც გვერდში იყენებს და ფოტოთი პოზირებს ადამიანებთან, რომელიც ფაშისტური სლოგანებით თავს ესხმიან ქალ დეპუტატს. ამ ადამიანებს გვერდში იყენებს გერმანიის ელჩი და ამბობს ეს არის საქართველოს მომავალი. რაღა უნდა აუხსნათ, რაღა უნდა ახსნათ და რომელ ენაზე. გერმანული უნდა თუ ინგლისური ვერცერთ ენაზე როგორც ჩანს ვერ ახსენით სათანადოდ მაგრამ ერთ საკითხზე მინდა გავამახვილო ყურადღება რომ რაღაც გაუგებთ ისეთი პოზა უჭირავს თითქოს საქართველოს ახლა რაღაცნაირად ტროპს გერმანიას თუ ასე შემდეგ და ვერ გაუგია აი ეს არის გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური ვებგვერდიდან გერმანულად არის ამ შემთხვევაში არის მონაცემები საქართველოს შესახებ და ყველა ქვეყანაზე ეს მონაცემები აქვს. მოკლე ინფორმაცია ქვეყნის შესახებ, წყობა, ვინ არის პრეზიდენტი, ვინ არის პრემიერი, ვინ არის საგარეო საქმეთა მინისტრი, რომელიც ხდება ყოველ 6 თვეში ერთხელ აქტუალიზდება. ყველა ქვეყნის მონაცემების აქტუალიზება ავტომატურად რომ რამე განახლება რო იყოს. 2024 წლის ოქტომბრიდან
ანუ არჩევნების შემდეგ აქტუალიზება არ ხდება. ვინ წერია პრეზიდენტად სალომე ზურაბიშვილი. გუშინ ამობდა რომ საგარეო საქმეთა მინისტრო გადავეცით მიუნხენის კონფერენციაზე მოწვეო. ესეც რაღაც ისე ცოტა ისეთი ტონი თქვა, ისი თქვა უნდა და არ ვიცი. არ ვიცი, მისი სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე კვლავ ილია დარჩიაშვილი არის საგარეო საქმეთა მინისტრად მოხსენიებული. თქვენ გონიათ იქ რომელიმე ვებ ადმინისტრატორს დაავიწყდა? არ არის შეცდომა ან დავიწყება? აი ეს არის რუსეთის ინფორმაცია რუსეთის შესახებ, რომელიც ბოლო აქტუალიზება 2025 წლის შემოდგომაზე მოხდა და ახლა გაზაფხულზეც მოხდება. ანუ რუსეთის აქტუალიზება არ ავიწყდებათ, ხო 6 თვეში ერთხელ და საქართველოს დაავიწყდა ვებ ადმინისტრატორს. ასე რომ აი ასეთი მდაბიო საქციელი, როცა არის გერმანიის ოფიციალური ინსტიტუტი, აი რა უნდა თქვა ამაზე, საერთოდ რა უნდა თქვა. კიდევ ერთხელ ჩვენ და მეც მაქვს პირადად წვლილი იმაში, რომ გერმანიის სახელმწიფოს, გერმანიის დახმარება, გერმანიის გვერდში დგომა საქართველოსთვის, ქართველი ხალხისთვის პოზიტიურ წრეში ყოფილიყო. წლები მუშაობდი გერმანიის მთავრობის პროგრამისთვის და ჩემი წვლილიც, ისე როგორც ბევრი ჩემი კოლეგის იმ ორგანიზაციაში არის იმაში, რომ პოზიტიური იმიჯი ჰქონოდა გერმანულ დახმარებას და ჯერ კიდე გენშლერის დროიდან მოდის ეს განსაკუთრებული დამოკიდებულება გერმანიის მიმართ. აი ასეთ დაბიო საქციელს, როცა კადრულობს საგარეო საქმეთა სამინისტრო, ხო? აი გვიპასუხო გერმანიის ელჩი, ხო? ინტერვიუებს ხო ძალიან ისე იძლევა, ხო? აი გვიპასუხოს რას დავაბრალოთ? აიტიშნიკს დავაბრალოთ, თუ დაავიწყდა, რომ სალომე ზურაბიშვილი ჩაესწორებინა პრეზიდენტით? აი რა არის ეს თუ არა მართლა ძალიან წვრილმანი მდაბიო საქციელი ზუსტად ისეთი როგორიც თაც გამოირჩევა ხოლმე გერმანიის ელჩის ინტერვიუ. და ელჩიც ყოველთვის გულდაწყვეტილი საუბრობს აი ამ დღევანდელ ურთიერთობებზე, ის ამბობს რომ გერმანია ყოველთვის იყო ყველაზე ძლიერი, ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი მხარდამჭერი საქართველოს ევროინტეგრაციის და ის ახლა ძალიან წუხს რომ ეს მდგომარეობა შეიცვალა, ეს რაღაც დიპლომატის თვალთმაქცობად შეიძლება ჩაითვალოს. ყოველ შემთხვევაში რაღაც თითქოს გაუგებრობა ქვეყნებს შორის და ესეთი განცდა რჩება. გერმანიის ელჩმა ძალიან კარგად იცის რა უნდა გააკეთოს იმისთვის რომ ეს ურთიერთობები გაუმჯობესდეს. მარტივი რამე არის საჭირო, მან პატივი უნდა სცეს საქართველოს დამოუკიდებლობას და სუვერენიტეტს. მათ პატივი უნდა სცეს ქართულ ხალხს. ძალიან პატარა მოთხოვნა გაქვს ჩვენ, მინიმალისტური მოთხოვნა სინამდვილეში. ასე რომ როგორც კი ის პატივს სცემს საქართველოს სუვერენიტეტს, ქართული ხალხის არჩევანს, ის თავადვე გათავისუფლდება ამ ძიმე წნეხისგან, რომელშიც ის ამბობს, რომ არის რომ განიცდის ამ ურთიერთობებს და რა არის ის რამდენიმე წელია ხო ჩამოსული საქართველოსთან მას აკავშირებს ალბათ 3 წელია ხო რაც აქ არის და ეს არის მისი კავშირი საქართველოსთან მე გერმანიასთან და არა მხოლოდ მე საქართველოს პრემიერ-მინისტრს მათ შორის ბევრს ხო ვაკავშირებს ბევრი რამე როგორც ჩვენი ყოფნა გერმანიაში ისე ჩვენი პირადი პროფესიული გამოცდილება მისი წუხილი წვეთია იმ წუხილში რომელიც მე მაქვს იმასთან დაკავშირებით რომ ქართულ-გერმანული ურთიერთობები ასე დაბალ წერტილზეა მისული სწორედ აი ასეთი მდაბიო საქციელების გამო, ასე რომ კარგად იცის გერმანიის ელჩმა რა არის გასაკეთებელი იმისთვის რომ ეს ურთიერთობები გამოსწორდეს მარტივი რამე პატივისცემა გამოიჩინოს ქართული ხალხის. უნდა ვისაუბროთ რა ხარ რუსეთი ახსენეთ ამ თემასაც მინდა შევეხოთ ჩვენ ნახეთ ის გზავნილები რომელიც ბოლო პერიოდში კეთდება ევროპიდან რუსეთის მისამართით მათ შორის პრეზიდენტი მაკრონის გზავნილიც ნანახი გაქვთ დარწმუნებული ვარ რომელიც საუბრობს რაღაც უსაფრთხოების ერთიან არქიტექტურაზე ნახეთ ბალტიისპირეთის ქვეყნების ლიდერების განცხადებები იმასთან დაკავშირებით რომ მათ აგვიანეს რუსეთთან დიალოგი და ახლა არ შეხედან მოლაპარაკებების მაგიდასთან რა მიმართულებით იცვლება ამ შემთხვევაში რიტორიკა და რა ხდება საერთოდ ოპორტუნიზმი ეს არის ის რაც დღევანდელ ევროკავშირის ზოგიერთ ლიდერს თუ პოლიტიკურ ჯგუფს გამოარჩევს ის რომ ფარისევლობა მეორე რაც გახსენდება, როდესაც უყურებ ამ პოლიტიკურ ლანდშაფტს დღეს ევროკავშირში, ეს ყველაფერი სინამდვილეში ჩვენ ასე უნდა მივიღოთ. ჩვენ კიდევ ერთხელ დღეს დავწერე კიდევაც, რომ ჩვენ მივიღეთ ის რაზეც რაღაც პერიოდი ირონიულად იყო საქართველოში, რომ რაღაც ითქვა თავის დროზე, საბჭოთა კავშირის დროს, ხა ციტირებას არ მოვახდენთ ვიტქვა, მაგრამ რომ ზე ჩრდილოეთიდან ამოდის. დღეს ფაქტობრივად არის ეს ჯგუფი, რომელიც ჩვენი ქვეყნის დაქცევას ცდილობს შიგნიდან და ციხის შიგნიდან გატეხვას, მათი კრედო ეს არის, რომ ზე დასავლეთიდან ამოდის.
აი ეს არის შექმნილი ამ ადამიანებს ასე გაუმრუდეს ცნობიერება, რომ ის რაც ზოგისთვის მზე ჩრდილოეთიდან ამოდის, ზოგისთვის მზე დასავლეთიდან ამოდის, ჩვენთვის და საზოგადოების უმრავლესობისთვის კი უბრალოდ დედამიწა ბრუნავს. და ჩვენ ეს უნდა გვესმოდეს, რომ ასე ბრუნავდა ყოველთვის ეს დედამიწა, არაფერი ახალი სინამდვილეში არ ხდება, ასე იწყებოდა ყველა ომი, ასე მთავრდებოდა ყველა ომი, ერთადერთი კითხვა არის ვინ ზიანდებოდა ამ ომისგან და როგორც წესი პატარები იჭყლიტებიან, როდესაც აქლემები ჩხუბობენ. და ასე გავიჭყლიტებოდა. ჩვენი როლი განსაზღვრული იყო თავიდანვე. ამიტომ იყო ზოგმა შეიძლება ვერ გაიგო 2022 წელს, როდესაც ომი დაიწყო, რატო იყო ჩვენი რეაქცია ასე მკვეთრი, ასე ცალსახა და ასე გაჭრილი. და რატო არ შევაპარეთ ნელ-ნელა ევროპელებს, რომ იცით რა, თლად სანქციებს ვერ დავაწესებთ, მაგრამ რატომ იყოს გაჭრილი? და თავიდან ცხადი იყო რა იყო ჩვენი როლი. ჩვენ უნდა მსხვერპლად შევწიროდით იმ ამოცანას, რომელსაც ღიად ამბობდნენ რუსეთის იზოლაცია, ცეცხლის კალის შექმნა რუსეთის გარშემო, რუსეთის დამარცხება, დაქუცმაცება, ევროკავშირის საგარეო წარმომადგენელი ქალბატონი კალანსი ამას პირდაპირ ამბობდა მისი პრემიერ-მინისტრობის დროს, რომ რუსეთის დაშლა, დამარცხება მათი მიზანი. ოღონდ საკუთარი ხელით კი არა, მათი სისხლით და ოფლით კი არა, სხვების, უკრაინელების და ქართველების ამ შემთხვევაში, როდესაც პირდაპირ გვიბიძგებდნენ, რომ წადით ესკალაციაზე რუსეთთან, დააწესეთ სანქციები, ჩაკეტეთ ცა, ასე შემდეგ. და ეს დღე დადგებოდა 2026 წელი მოვიდოდა დედამიწა ბრუნავს, არსად თავის ბრუნავს არ შეაჩერებდა. მოვიდოდა ეს 2026 წელი, მაკრონი იტყოდა იმას, რაც თქვა, ბალტები იტყოდნენ იმას, რაც თქვეს, რომ ურთიერთობები, ახალი უსაფრთხოების არქიტექტურა, არა თუ რაღაც ურთიერთობა უნდა აღადგინონ. უსაფრთხოების არქიტექტურა უნდა შექმნათ თურმე რუსეთთან ერთად. რომლის დამარცხებასაც ფიქრობდნენ და დაქუცმაცებას. არქიტექტურა უნდა შექმნათ მათთან ერთად და ეს დრო მოვიდოდა. უბრალოდ ხელისუფლებაში მაშინ რომ ყოფილიყვნენ აი ეს NGO-ები და ეს ოპოზიცია და მაშინ წინ იდგნენ პარლამენტის წინ და ითხოვდნენ სანქციების დაწესებას და ომში გაგზავნას ხალხს. ისინი რომ ყოფილიყვნენ დღეს ვიქნებოდა ჩვენ დანგრეული ქვეყანა, არა ისე როგორც უკრაინა არის დღეს დანგრეული. ამაზე 10-ჯერ მეტად დანგრეული ვიქნებოდი ჩვენი ზომიდან გამომდინარე და შესაძლებლობიდან გამომდინარე. აი ეს იქნებოდა ერთადერთი სხვაობა, თორე ისევ იქნებოდა მაკრონი თავისი განცხადებით, ისევ იქნებოდნენ ბალტიელები თავისი განცხადებით, იმდენივე ღვინოს გაყიდიდნენ ბალტიელები რუსეთში, რამდენიც გაყიდეს, ამ ფულს ბიუჯეტში შეიტანდნენ, საბოლოო ჯამში არქიტექტურასაც ააწყობენ, როგორც ჩანს და საერთოდ ხა ფიქრობენ რომ ააწყობენ რუსეთთან ერთად, ჩვენ ვიქნებოდით ერთადერთი დანგრეული და დაზიანებული და ეს არ გავაკეთებინეთ არავის, არ გავაკეთებინეთ იმ კაფიო პოლიტიკური გადაწყვეტილებით, რომელიც გულისხმობდა, რომ ჩვენი ერთადერთი საფიცარი არის ჩვენი ქვეყანა. არ გვაინტერესებს არავის ინტერესი, თუ კი ის ჩვენ ინტერესს აზიანებს. ეს არის მთავარი კრედო, რომელიცაც ქართული ოცნება მოქმედებს და რატომაც ჩვენ ქართული ხალხი მხარს გვიჭერს. რა მოლოდინი გაქვთ შეერთებულ შტატებთან ურთიერთობის გადაწყვეტვის საკითხზე, იმ გარკვეული პოზიტიური სიგნალებიდან გამომდინარე, რაც ბოლო პერიოდში გახშირდა, მაგრამ გადაითარგმნება თუ არა ეს მნიშვნელოვან პოლიტიკურ ნაბიჯებში ვაშინგტონის მხრიდან? ჩვენ ღიად ვთქვით, რა არის ჩვენი მზაობა? ჩვენი მზაობა არის, რომ ახალი ფურცლიდან დაიწყოს ეს ურთიერთობები, რომელიც ბაიდენის ადმინისტრაციამ გააფუჭა. ჩვენ მზად ვართ, რომ აღვადგინოთ კი რა პრინციპში თვისებურად ახალი სტრატეგიული პარტნიორობა დავიწყოთ, იმიტომ ის სტრატეგიული პარტნიორობა სინამდვილეში თავის დროზე იყო მხოლოდ ფურცელზე, ეს იყო თავის დროზე კომპენსაცია 2008 წლის ომისთვის, რომელიც ობამას ადმინისტრაციამ რამდენიმე თვეში, ომიდან რამდენიმე თვეში გადატვირთვის პარალელურად საქართველოს, ასე ვთქვათ, როგორც გარკვეული კომპენსაცია მისცა. სინამდვილეში ფურცელზე იყო ეს სტრატეგიული პარტნიორობა, მას არანაირი ხორცშესხმა არ ჰქონია არასდროს და ჩვენი ხედვა კი არ და შეთავაზება არის, რომ კონდეს ჭეშმარიტი პარტნიორობა ისეთ როგორც ქართველებმა ვიცით და რაც ჩვენ ვაჩვენეთ ავღანეთში ამერიკელებს და ნებისმიერი ამერიკელი ჯარისკაცი, რომელიც მაშინ ავღანეთის მისიაში იყო და ქართველებთან ყოფილა, ყველა ეს ჯარისკაცი მე მინახავს ადამიანები, რომლებიც იხსენებენ ჩვენი ჯარისკაცების გმირობას და ამბობენ ერთ რამეს, რომ თუკი ამერიკელები, რომლებიც წინა ხაზზე იდგნენ, სხვებისგან განსხვავებით, რომელიც შტაბებში იჯდნენ, რომ ერთ-ერთი ყველაზე მთავარი ასე ვთქვათ, ჯარი, ვისთან ერთადაც მათ სურდა წინა ხაზზე ყოფნა, იყვნენ ქართველები. ასეთი პარტნიორობა ვიცით ჩვენ და ეს არის ჩვენი შეთავაზება
დღევანდელი ადმინისტრაციის მიმართ და ის თუნდაც აი ბოლო სულ რამდენიმე დღეში გარკვეული დინამიკა საქართველოს პრეზიდენტის კომუნიკაცია ვიცე-პრეზიდენტთან, საგარეო მინისტრის კომუნიკაცია სახელმწიფო მდივანთან, უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლის ყოფნა და კომუნიკაცია მის კოლეგებთან ეს ყველაფერი გვინარჩუნებს ჩვენ ამ იმედს, თუმცა კიდევ ერთხელ ჩვენი მიზანი იმედი არ არის, ჩვენი მიზანი არის ის, რომ ის პარტნიორობა, რომელიც ჩვენ შეთავაზებული გვაქვს, ეს პარტნიორობა დამყარდეს ჩვენს ორ ქვეყანას შორის. კი ბატონო, ამ ფონზე და ამ გზავნილების ფონზე, რაზეც თქვენ საუბრობთ, თქვენი ოპონენტები ამბობენ, რომ ხელისუფლება არის იზოლირებული, ახლა ისინი ცდილობენ რაღაცნაირად გაერთიანებას, რომ საბოლოო ჯამში მათ შეძლონ ხელისუფლების ჩანაცვლება. ნუ ახლა ისე ხმაურიანად ვეღარ საუბრობენ ვადამდელ არჩევნებზე, თუმცა 2028 წელს ეს გარდაუვალი იქნებაო. მოდით შეაფასეთ თქვენი ოპონენტების მცდელობები ამ ეტაპზე გაერთიანდნენ და ერთიანი ფრონტით შეუტიონ ხელისუფლებას. რა გითხრათ, ეხა 0-ს რო 0 მიუმატო, მაინც 0 იქნება. მათი პრობლემა არა შეკრებაში და გაერთიანებაშია, მათი პრობლემა არის ცალკეულის ღირებულებაში, იმ მხრივ რომ არ დგანა არანაირ ღირებულებას. კიდევ ერთხელ რო შეხედოთ, აი რა არის მათი ბოლო თვეები, ვაკვირდებით, ხომ? მათი ურთიერთობის დინამიკა, ვისთან აქვთ? გინახავთ რომ ადამიანებთან კომუნიკაცია, ანუ არიან ჩაკეტილი საკუთარ თავში, არის რაღაც მიგრაციული აქციები, ხო, რაღაც მიგრაციული პროტესტი, ფილარმონია, პარლამენტის შენობა, აი ეს რაღაც რიტუალია ფაქტობრივად, გარკვეულ სექტად ჩამოყალიბდა ეს ხალხი, რომელსაც რიტუალი აქვს ყოველდღიური, ამ რიტუალს ასრულებენ საკუთარი წინამძღვარი წავთ იქ. ასე რომ აი ამ რიტუალს ასრულებენ და ეს არის ჩაკეტილი სექტური აზროვნება, რომელიც მათ აქვს. ვერ ხედავენ რომ ქვეყანა მიდის პარალელურ სამყაროში არიან აბსოლუტურად და ერთადერთი კომუნიკაცია, რომელთაც აქვთ, ეს არის კომუნიკაცია გარეთ. ჩადიან არა ქუთაისში, ხაშურში, არ ვიცი, სიღნაღში, მიდიან ბრიუსელში, ჩადიან ვილნიუსში და იქ ეძებენ თავის პარტნიორებს და ვერ ხვდებიან მათი პარტნიორი უნდა იყოს ქართველი ხალხი. არ არსებობს ხალხის წინააღმდეგ, ხალხის გარეშე არ არსებობს რომ რაიმე პოლიტიკური წარმატება ქონდეთ და ეს ვერ ისწავლეს. ამიტომ არის რომ ის პუფის სტრატეგია, რომელიც მათ აქვთ არჩეული, მუდმივი უარი ყველაფერზე და ბოლოს პუფებად ყველგან ყოფნა, ეს აი ამის შედეგი არის, იმიტომ რომ აქვთ იმედი უცხოსი და ახლა უცხოს იმედად ყოფნა რას ნიშნავს? აგერ ნახონ უკრაინაში რა სიტუაცია არის და სხვაგან რა სიტუაციები არის. ჩვენი საუბრის გასასრულისთვის შემოვინახეთ ალბათ ყველაზე აქტუალური საკითხი. პარლამენტმა დაიწყო მუშაობა ფასების შემცირების თემაზე. ძალიან საინტერესო იყო პირველი სხდომა იმ გაგებით, რომ დავინახეთ მართლაც პროცესი, ის ჯაჭვი, როგორ ფორმირდება საბოლოო პროდუქტის ღირებულება და რატომ არის ის, რომ მართლაც ძვირის გადახდა უწევთ მოქალაქეებს. ეს ინფორმაციული, რა თქმა უნდა, და საინტერესო, მაგრამ რა შედეგს უნდა ველოდოთ საბოლოო ჯამში პარლამენტის როლი რა იქნება, რა გადაწყვეტილების მიღებას ფიქრობთ თქვენ საბოლოო ჯამში? უბრალოდ ყოველსა მნიშვნელოვანი თემაა, ბრძნობიერი თემაა, ვინაიდან ეხება ბიზნესს და ეხება არა ბიზნესს რაღაც ერთეულს, არამედ ბიზნესს, რომელიც მთელ ქვეყანას მოიცავს და ყველა ადამიანისთვის მნიშვნელოვანი არის, ვინაიდან საქმე როცა ვსაუბრობ ჩვენ სურსათზე, საქმე ეხება ადამიანებისთვის პირველი და აუცილებელი მოხმარების საგნებს, ასევე საწვავთან დაკავშირებითაც და მედიკამენტებზეც შემდეგი თემები, რომლითაც კომისია მიყვება ასე თემატურად, რა თქმა უნდა, ესეც იქნება. ამიტომ ჩვენ საპარლამენტის ამოცანა არის, რომ საზოგადოებასთან ერთად და ბიზნესთან ერთად ვიმსჯელოთ ამაზე. და ამიტომაც არის ღია, საჯარო, ყველა ხედავს, ყველა ისმენს ბიზნესის არგუმენტებს, ბიზნესის შიგნით არგუმენტებს, ურთიერთ კრიტიკას, მიმწოდებლებს დისტრიბუტორებს, ქსელურ მარკეტებს შორის ურთიერთ კრიტიკა მათ შორის. ზოგი ფიქრობს, რომ ამ ჯაჭვის ერთ რგოლში არის პრობლემა, ისე ერთი რგოლი ფიქრობს, რომ მეორეში. ამიტომ ყველაფერს ამას ჩვენ
ვისმენთ და საზოგადოებასთან ერთად ჩვენ დასკვნებს გამოვიტანთ და უბრალოდ სკოლისა ვნახავთ რა ინსტრუმენტები შეიძლება გქონდეს, იყოს ეს საკანონმდებლო ინსტრუმენტები, იყოს ეს სხვა ადმინისტრაციული ინსტრუმენტები, იქნება ეს ბიზნესის სოციალური პასუხისმგებლობა, რომლის გარეშეც შეუძლებელია რა თქმა უნდა ბევრი საკითხი და ეს მნიშვნელოვანი არის კიდევ ერთხელ რომ როდესაც სახელმწიფო საზოგადოება, ქვეყანა შენ ბიზნესს გაძლევს საშუალებას, რომ გქონდეს მარტივი ბიზნეს ოპერირების შესაძლებლობა, გქონდეს ყველაზე დაბალი საგადასახადო ტვირთი რეგიონში, კი არა და მთლიანად ევროპაში, გქონდეს უსაფრთხოება და კრიმინალისგან თავისუფალი გარემო. ანუ გქონდეს შექმნილი ფაქტობრივად იდეალური მდგომარეობა ბიზნესის წარმოების და მოგების მიღებისთვის. შენ აქვს სოციალური პასუხისმგებლობაც საზოგადოების სახელმწიფოს მიმართ, რომ შენ ამაზე კი არ დააშენო ჭარბი, ზე, გადაჭარბებული მოგებები, არამედ სოციალური პასუხისმგებლობით მიიღო, ანუ არ უნდა ასე ვთქვათ გამოაცალო იმ საზოგადოებას შესაძლებლობა, რომ შენ შეიძლება ერთ დღეში არ გამდიდე ისე როგორც გინდა, მაგრამ შეიძლება ერთ დღეში გარკვეული რაოდენობა დააგროვო მოგების, მაგრამ შემდეგ მეორე და მესამე დღეს საზოგადოებას ამის შესაძლებლობა აღარ ქონდეს, იმიტომ რომ შენ სოციალურად უპასუხისმგებლად მოიქეცი. ამიტომ ესეც ნაწილია. ბიზნესს ყოველთვის აქვს არგუმენტები და იცით, აი, როდესაც უსმენ ამ ჯაჭვში ყოველს თავისი სიმართლე აქვს. საბოლოო ჯამში მაინც პოლიტიკური გადაწყვეტილებები აქვს. შედეგი უნდა დაიდოს. ბიზნესი მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ როცა ჩვენ ვსაუბრობთ ეკონომიკურ განვითარებაზე, როცა ვსაუბრობთ იგივე იმ მომხმარებლებზე, იმ მომხმარებლების უმრავლესობასაც თავის შემოსავალი იმის გამო აქვს, რომ ბიზნესში არიან ჩართული, ვინმე ვიღაც სადღაც არის დასაქმებული, ან მისი პროდუქცია რომელიღაცა ბიზნესის გამოიყენება, რა თქმა უნდა, ბიზნესის გარეშე სახელმწიფო საზოგადოება ვერ განვითარდება და ის ეკონომიკური მიღწევები, რომელიც ჩვენ გვაქვს, ასეთი მოტივირებული აქტიური ბიზნესის გარეშე არ გვექნებოდა. სწორად გავიგეთ, თქვენ გეგმავთ რომ ყველას ინტერესი გარკვეული დოზით უნდა იყოს გათვალისწინებული და ესე არ გამოვა. ბიზნეს მოგების ინტერესი აქვს თავისთავად, ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, რომ აქ ხომ არ არის ის, რომ არის ჭარბი მოგების ინტერესები, რომელიც აზიანებს საზოგადოებას და საბოლოო ჯამში თავად ბიზნესს დააზიანებს. ეს შეიძლება გარკვეულწილად ბიზნესის ზოგიერთ წარმომადგენელს შეიძლება არ ესმოდეს, რომ საბოლოო ჯამში ის დაზიანდება, თუ კი საზოგადოებას ზედმეტად გამოფიტავს თუნდაც ფასების მიხედვით. მათ შორის ჩვენ იცით რომ კომისია მომართა კიდევაც და პარლამენტი დაიწყებს ახლა მოძიებას, რომ გვინდა ჩართოთ მათ შორის პროფესიონალი, ასე ვთქვათ, კომპანიები, აუდიტორი კომპანიები და რომლებსაც გამოცდილება აქვთ იმისთვის, რომ მენეჯმენტური სტრუქტურა, ფინანსური სტრუქტურები შეისწავლონ სექტორულადაც და ამ ხრივ პროფესიონალი ეკონომიკური დასკვნები წარმოგვიდგინონ და რა თქმა უნდა ჩვენ იმისთვის მათ შორის რომ ვინმე არ იფიქროს რომ ეს არის პოლიტიკური პროცესი, არამედ ეს არის პროფესიონალი შეხედვა დარგის და სექტორების მიმართ, ამაზე მათ შორის შევეცდებით რომ პროფესიონალი მოსაზრებებიც გქონდეს. დიდი მადლობა. პარლამენტის თავმჯდომარე შავა პაპუაშვილი იყო ჩვენი სტუმარი.